მეგობრებო, გავჩერდი ყველაზე უსაფრთხო პარკინგზე ინგლისში. ასაღამოს ვაპირებ დავიძინო კარ გაღებული. შენ თუ არ დაიწყო. და წინ კლავს ისე, მაგრამ მაინც შუშა ჩაწეული და კარ გაღებული არ ჩავკეტა მაინც ამ გარს, აი ესე ხიელმა დავტოვო რა. რატომ? იმიტომ რომ აი რატომ? აი რატომ მეგობრებო. აი ასამბლეში რატომ ვარ აქ მეგობრებო, განახებთ ახლა. მაგრამ რაც მართალია, ყველაზე უსაფრთხო პარკინგზე ვარ. ყველაზე უსაფრთხო პარკინგზე. ინგლისში, ამერ უსაფრთხო პარკინგზე ყველა არ იქნება ნამყოფი დარწმუნებული ვარ. ასე რომ წავედი ხა და დავიძინო მე მშვიდად. ეს იყოს ეს ნაიძაცოდი. წავედი აბა თქვენიც. ეგ ისევ კონტროლზე მოხდი მოკლედ ინგლისში პატრული ჩამიდგა წინ და საბურავია შესაძლებელია 2-ო ჯიგარო, მაგრამ ერთ წელი შეცვალეო რა. და მოკლედ მე და ეს პოლონელი ვარ გაჩერებულები რა და სერვისმა გამოვიძახოთ ხა რომ წელი საბურავი შეცვალო. არა ეს საბურავები დავაყენე გუში. გუშიდან რომ წამოვედი საბურავები დავაყენე 4-ვე შეცვალე დედაღაყავ და ამ საბურავებს. მაგრამ მაინც იპოვეს რაღაცა კიდე კაი სხვა რამე არ იპოვეს და ეს პრინციპიც არ ვიცი, რა ვიცი. ვისი პრინციპია რა არის დაპლომბილია 70-კან აქვს პლომბი და აი აგერას კი აქვს პლომბები ნახე გვერდებში და ესე იგი 6 ცალი პლომბია და სამ პრინციპს ახლა. აი შეცვლა უნდაო და ნახოთ თუ გამოიძახებენ, გამეშვებენ თუ არა და ბლოგს დაადებენ, მაგრამ ასაც რაღაცა ჭისნი. ვარ და ბლოგს დაადებენ პაკრიშკას და კარგად იყავი მაშინ. აი მეგობრებო, რო იტყვიან ხოლმე ფირმა, მანქანა. აჰა, როგორაა ფირმა და მანქანა. რამდენი საათი აქ ვარ და ამ საღამოს არ მოდის ის სერვისი. 1000 ფუნტი დაждდებაო ერთ საბურავის გამოცვლა. წარმოიდგინე, ეს ჩემი შეფი რაღაც კვირა დღეს და ეთყობა რაღაც უფრასავი თუ რაღაც არიან და მეგეც ეხა პონჩია ხო ეხა თავისი მანქანა და თავისი მძღოლი აგერაა გაჩერებული და რა ვიცი კიდე რას იპოვიან ღმერთმა იცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი თქვენს ფირმაში მსგავსი რამე ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეხა ამ საბურავზე ორ საბურავს აქვს პრობლემა და რახან ეხა ესეთ მოტოსრიგებული მძღოლი და რაღაც სუფთად და რაღაც ესე რაღაც თბილად მე ლაპარაკა ის ტიპი ძალიან რა ბოლოს წავიდა ეხა 11 საათია უკვე ინგლისის დროიდან შეიცვალა სვენა და წავიდა და ორ საბურავზე გაქვს პრობლემა, მაგრამ ერთზე იმას ქენიო, ერთი დაგიწერო ეხლა და ერთი უნდა გამოცვალო რა და მეორეო აი კიდევ ეგ არა უშავსო, მეორეს გავატარებო იტოქშიო რა. კიდე კაი მანქანაზე მაინც გამოწინ ახლები მიყენია ეს და უკანების თითქმის ახლები დააყენეს, ახლა მანქანაზე ყველაზე კარგები აყენე. და ეხლა მისაბმელი რო წამოვიღა, მისაბმელს მართლა ახლა ავიცი თვითონ ვიზუალურად ისეთი არაფერი, მაგრამ წლოვანება აქვს, ჯერ ერთი დაბალი წლოვანება აქვს ამ საბურავი უკვე აღარ შეიძლება. ეგეთი რამე თქვენ კომპანიაში ვერ მოხდება ვერანაირად და ჯერ ერთი რომს მოხდეს და ფეხებზე არ კიდია თქვენ დაელოდებით იმას. ახლა ჩემი დრო მიდის, აგერ ჩემი დრო იხარჯება და ახლა უნდა წავიდე იქ, უნდა დაბლოკონ ახლა ეს პაკრიშკა, მე ხვალე კიდე უნდა მოვიდეს ვიღაცა ადრე იხინოს და ჩამივარ და მოკლედ მთელი დღე და ახლა კიდე აგერ არ მძინავს, უნდა მეძინოს ეს ხო ხვდებით. და კომპანიას როგორ არა აქვს მეგობრებო მნიშვნელობა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც ახალი საბურავებია და ახალი მანქანებია და სადრავ 2017-იანი და ძველი საბურავები და სხვა პრობლემები აქვს მოკლედ ამ პატარა კომპანიას რა და აი გემრიელ ფულს რო ვიძახი ყოველთვის, იმიტომ ვიძახი რომ ის არის გემრიელი ფული, აქაც კი ვშოვლობ, აქაც კი ვარ კვირაში ერთხელ სახში, მაგრამ კვირაში ერთხელ ახლა მადლობა ღმერთს არა ვარ კონტროლზე, მაგრამ კვირაში ერთხელ სახში თუ არ ხშირად ვარ მსგავს სიტუაციებში რა. ასე რომ მეგობრებო, თქვენი ხელფასი რაც არის იქ, მიუხედავად იმისა, რომ იქაც გექნებათ პრობლემები რაღაცეები, აი შედარება არ არის მეგობრებო რეალურად იმ კომპანიას და სხვა კომპანიებს შორის. შედარებას არ შეიძლება მეგობრებო, როგორც აი ზღვა და მთა ეგრე განსხვავდება. რეალურად ყველა პირობებს თუ ავიღებ და ეხა ის ვიდეო სავარაუდო ჯერ არა მაქვს ატვირთული, მაგრამ აი განახეთ ეხა ტრაქტორი როგორ დავტვირთეთ ამ მანქანაზე და კიდე არ გინახია თქვენ ჩვენა პრინციპებში ხან ეხა როგორ ტენთ ხოლმე რაღაცებს. პრინციპს და ხან ხავშლით ხოლმე რომ
რაღაცა ჩაეტიოს შიგნით. თქვენთან მსგავსი რამე არა, ანუ ტვირთებს მნიშვნელობა აქვს, საბურავებს მნიშვნელობა აქვს, მანქანას მნიშვნელობა აქვს, ხელფასი დღიურება, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო. ანუ 100 პუნქტია და 100-ვეში უგებს ის კომპანია და მე კიდე აგებზი ვარ ხა. ველოდები როდის რა ვიცი, ვიღაცა რაღაც სასწაული მოხდება, რომ ვიღაცა მოვიდეს ამ საღამოს, მაგრამ არაფერს არ მოხდება ამ საღამოს ეგერა. პირდაპირ არის პარკინგი რა, მაგ პარკინგზე ადრე ჩვენც ვართ ნამყოფი ბექ მანქანები რო არ გაჩერებული. დიდი პარკინგია და წავალ გადავალ ალბათ იქ და დაბლოკავენ პაკაშა და თუ არ დაბლოკავენ და იყოს პოლნი ბაკი კი დავქუქავ და ვარიხინებ ამანქანას. აგერ კიდე ვიღაცა მოიყვანეს გაჭირებული. წეღან ვიღაცა იყო გაუშვეს და მოკლედ ვერთობი რა. მე ჩემი მეგობარ რატო არ გადავდი რომ აქო მე 7 ფული მაქვს, იმიტომ არ გადავდივარო. თავიდან ეგრე იყო თუ არა, მეგობრებო, თავიდან იმ კომპანიიდან გადმოვიდა, სადაც მე მუშაობდი პირველად. და რო გადმოვიდა, ვაიმე ეს სად მოხდა რაღაც ძველი მანქანა შეხვდა, რაღაცა გაუგებარი ლოჯისტიკა იყო, გაუგებარი მენეჯერი იყო და თავიდან მოკლედ რა ერთი თვე რამის ნანობდა, რომ ეს სად მოხდი, ისევ დარჩენილიყავიო. მაგრამ ეხლა უკვე აღარც აღარ გადადის რა. თავიდან ყველაფერი უცხოა, მაგრამ ეხლა უკვე აღარც აღარ გადადის მეგობრებო. ერთობა რა ტიპი და ხან თევზაობს, ანკესით დადის შვედეთში და იმაში, ხან გემზეა და მოკლედ ერთობა რა, ასე რომ თქვათ რა. მუშაობს რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა ჩემთან შედარებით ერთობა კი არა რა ვიცი, თამაშობს. ნუ ესეა მეგობრებო. ესეა, ბევრი რამე როცა არ გაგივლია ადამიანს მაშინ პატარა რაღაცას ალბათ პრობლემად მიგაჩნია და უკმაყოფილო ხარ, მაგრამ რეალურად ეხლა სასაცილოდ არ მყოფნის ის პრობლემები, რასაც მე თქვენ კომპანიაში პრობლემებს ვეძახდი და საკუთარი თავის ხვენია დაჟე რომ გავიხსენო ეხლა ეგენი. ამიტომ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო, ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პატარ-პატარა დეტალებისგან შედგება კაი კომპანია ითქმება, ესეთი პატარ-პატარა დეტალებისგან, აი როგორც ეხლა აქ რამდენი რაღაც ალაგია, ხო? წარმოიდგინე ეს კაი აქ ამ თქვენ კომპანიას, ეს კაია და საბოლოო ჯამში რამდენი კაი აქვს თქვენ კომპანია. და ჩემი კომპანია არის ეს 1 2 და 3. მარტო ეს აქ ჩემ კომპანიას კაი და თქვენ კომპანიას აი მეგობრებო, რამდენი კარგია. ცოცხალი შედარება ძმო. აი თუ რამეს ვაჭარბებდე, ჩავახვალ და ნახავთ რა. კარგი მოკლედ ამ ხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობების თუმცა რამაცინებს. ჩემი რა. ნუ რა სიზავთ, ესეა მეგობრებო, ესეა. ყოველთვის არ ვთამაშობთ ხოლმე აქ რა. დამიბლოკეს პაგრიშკა. მაიმუნები ესენი. დედაო შენაგაცო და გამიკრეს რაღაცა ლაბაოის. ხუბი ბოქრით ამის დედავათი. ძმო, ზატო ყველაზე უსაფრთხო პარკინგზე ვარ ძმო მთელს ინგლისში. აი ყველაზე უსაფრთხო პარკინგზე. აქით პოლიცია, იქით კამერები, იქით პოლიცია. საპირფარეშო დუში ყველაფერია მოკლედ ვაფშე. ჩემი დაბლოკილი მანქანა. ეგარ, ის ერთი სავიღო და ამაღამ კარებ გაღებულო და დავიძიო. ის უნდა დავიცინო. ეგარი მეგობრებო, ხარდაობა იქით იყოს, მაგრამ დავიძინო თორე დილით მოვა ის სერვისი 8 საათზე ალბათ და დაიწყოს რა ხარობს რა. ეგარი, ეხლა კი ნალბათ გამშვიდობის ალბათ თქვენცით. რა მეყვარს, ჩვენის რა ხარობს დროს დილი, განსაკუთრებით თუ კონტროლის ტერიტორიაზე ხარ. ჩემინა ვინ შემოყავთ როგორც ვაკვირდები
ყველას არ იმაშვებიან, არ წურავენ, იმიტომ რომ რაღაც სიჩქარეს გაჭრა და რაღაცები მე მქონდა სიმართლე გითხრათ აქ. ამ ორთეში რაღაცები, ხა მექნებოდა პონტი არა, მაგრამ არაფერი არ ვთქვიათ, მაგრამ ძირითადად უფრო ტექნიკურ მდგომარეობას დაძდებენ მანქანისას, როგორც ჩანს. მაგრამ არავის არ უშვებენ, რომ ვაკურდები, რამდენი მანქანაში მოვიდა, ხა წუხელად აქეთ და აქ დამხარეს, ხო? და არა რა, იმაშვებიან რა, აჯარებენ ყველა ვარიანტი ვიღაცას, რა მანქანას რო შემოიყვანენ, ფული უნდა დატოვოს რა იტოქში ეგრე გამოდის. საკმაოდ კაი ციფრებს ურახუნებენ თან, რა ვიცი, 350 ფუნტიდან 600-700. აგერ ჩემი საბურავიც გამოსვლა, ახლა 950 ფუნტი ჯდება. კი ახალ საბურავს დააყენებენ, მაგრამ 950 ფუნტად ჩემი უფროსი პოლონეთში პაკაშაზე ყიდა 3 წელს ალბათ 5 წელს. ვერ გეტყვით რა. მოკლედ, საერთოდ რა სასიამოვნო პროცესი რამდენი საათია თან მდგევარ. 11 საათი და 20 წუთია ვდგევარ მეგობრებო ნახე. არ ვიცი მეგობრებო, რაც ზაფხული გამოვიდა და დღე გაიზარდა, უფრო ხშირია ხოლმე მსგავს ზამთარში ხა დღე რო პატარაა ის პოლიციელი და ყველა რა ვიცი, ანუ ძირითადად მალე რო ღამდება თან ცუდი ამბები როა, ეგეთ რამები ნაკლებად ხდება ხოლმე ზაფხულში ძალიან ბევრჯერ მაქვს შეფერხება, მოკლედ და ეგ არ მაწყობს. მაგრამ 1 და 2 თვით ვერ განსაზღვრავთ მეგობრებო, ყველა საათის რთული პერიოდები. თუ ეხა 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, 5 თვე უკვე გრძელდება და წელი და უკვე всё ბევრია კი ბატონო, მაგრამ 1 თვე და 2 თვით ვერ განსაზღვრავთ თქვენ სამუშაოს მეგობრებო და აი არ გამიმართლა, ვერ იტყვით რა, იმიტომ ჩემი მეგობარი ჩვენ კომპანიაში როგორც გითხარით ადრეს გადმოვიდა ცუდი კომპანიიდან, იმ კომპანიიდან სადაც პირველად მუშაობდი მე და იმდენად გაუგებრობაში იყო და ვერ გაიგო რა ხდებოდა. და რაღაც იმ მომენტში ისე დაემთხვა რომ რაღაც ცუდი მანქანაც შეხვდა, ცუდი დისპეჩერიც შეხვდა, ცუდი ტვირთებით შეხვდა და პირველი 2-3 კვირა ვერ მოვიდა ასე საჯანდაბაში მოვედი ვახამიზე დავატი რომ უკან ხო არ წავსულიყავიო ნანობდა ტიპი რა. მაგრამ მე გავიდა 1 თვე, 2 თვე და ეხლა მოკლედ ისეა რომ თავის პირობები დადის ხოლმე რა, უკვე რომ მიეჩვენენ, უკვე რომ ნახავინ რა არის, რაღაც დაუმუღამა ლოჯისტიკაში არჩია და მარტო იქ დარჩა და ეხლა უკვე სხვა მუღამზე მუშაობს, არც გადადის სხვაგან მეუნები, წადი ბიჭო, წადი 100 ევროიანზე, წადი მეთქი არის სამსახურები. არა, მე აქ 7 ფული ავდო, 7 ფული მრჩევნია ადამიანი, რომელიც თავიდან იძახდა შევწდი მგონი ამაზე დავატრი ესა წამოვედიოდო. აი ეგრე ამეგურო ვერ გაიგებთ რა. 1 დღე და 2 დღე და 1 თვით ვერ შეაფასებთ რა. შეიძლება თქვენ რო ჩამოხვალთ ყველაფერი იდეალური იყოს, მაგრამ 1 წლის მერე აღმოჩნდეს რომ რაღაცა შეიცვალა. მაგრამ არა, უბრალოდ ხოდენ დისპეჩერზე ბევრია დამოკიდებული, მანქანის მდგომარეობაზე, ტვირთზე, ბევრ ამეზეა დამოკიდებული და ყველაფერი ხო არ იქნება კარგად არა. შეიძლება ვიღაცა თავიდან არ მოწოდა თქვას რომ აუ ეს არ ვარგა, მაგრამ მერე გაიშვას და ჩემი ზმაკაცივით არც აღარ წავიდეს პირიქით. შეიძლება ვიღაცა იმუშაოს 1 წელი და უირაკაი იყო, მაგრამ ეხლა რაღაც აირია სიტუაცია, იგივე ჩემი ზმაკაცივით 2 თვის რომ მეუნება რაღაცას, აირია რაღაც სიტუაცია, მეთქი რა მოხდა, აბა მითხარი და რაღაც ვისაო რა გვია აი 6 საათი ვიმუშავებ და კიდევ 9 საათი მთხოვეს რომ წაიღო. მეთქი 6 საათი ვიმუშავებ და 9 საათი გთხოვეს პრინციპი გადაიყვანეს რაღაც და ის აღარ გინა. მე შენ 2 საათი რო გადაიყვანე, მეთქი მაგას იწუწუნებდო, შენ ისე წუწუნა ხარ და ეგ იყო 2 თვის წინ. ახლა გაგრასეთ გუშინას ვლაპარაკებო და არა მაგარიაო ჩემი ლოჯისტიკა და ჩემი მაგარიაო ძალიან. ვერ გაიგეთ მეგობრებო რა, ყველაფერი კარგად არ არის ხოლმე არსად რა. ასე რომ გააჩინია ვის მოგიწევთ ის ცუდი პერიოდი თავიდან შუაში ბოლოში თუ სად. აი ეს არის ის 80 ფუნტიანი ჯარი, მაგერ ლაბავეზე მიმაკრეს, როცა ეხა წვიმდა და ჩამოვარდა პროსტო. აი ეს პაკრიშკაზე რომ მიდევს ბლოკი 80 ფუნტი. აი მეგობრებო, ინგლისში მაგარია, ამერიკაში მაგარია, ევროპაში მაგარია, ყველგან მაგარია თუ ისოვი ფულს და საქართველოს შეიტან დახარჯავთ. თუ აქ შოულობ და აქ ხარჯავ, ეხა ინგლისში კი მაღალია, ვითომ ხელფასები ერთი რაფერ მაღალია რა, ტრაილერებს უყურებთ იგივე გაქროს ევროპაში, მაგრამ კაი ფუნტებშია თქვათ, მაგრამ აჰა, ერთი საბურავის პროსტა ტროსი რომ მოხსნან 80 ფუნტი მეგობრებო. აჰა, 80 ფუნტი. ასევე ამერიკაში $10,000-იაო ხელფასი, მაგრამ ადგინა $7 პური ღირს და აი რადგინა ხო? ანგინა პოლონეთში ხა მე ვცხოვრობ და ვიცი რაც არის მეგობრებო და გეუბნებით რომ აქ რო შოულობ და აქ რო ხარჯავ დიდი სხვაობა არა. ეგ უფრო ბავშვების პერსპექტივი და რაღაც ანუ სხვანაირად რო განათლება და რაღაც სხვა პლუსები აქვს. მოკლედ რომელშიც საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა გიწევს საბოლოოდ ადამიანს მაინც, მაგრამ რეალურად საქართველოში საზღვარგარეთი შევდა საქართველოში დახარჯო, ეგ არის კარგი. დიდი სხვაობა გაქვს მაშინ, როცა საზღვარგარეთ შევლა და საქართველოში ხარჯავ. აი მაშინ დიდი სხვაობა გაქვს კი ბატონო.
არის. მე რამდენი უკვე ვინც მეგობრებო, მე რამდენი. საათში ერთხელ დაყავთ რა მოკლედ როგორც ჩანს. ისინი ელექტროებია მართლა. სხვათა შორის მე პირველად ამნაირმა მანქანა მომიყვანა, მაშინაც საბურავზე იყო რაღაცა ის ქონდა ესე გადავლილი იყო ეთყობათ რომ პროტექტორზე რაღაცას და მაღაზია აღმინიშზე შეასრულებინო რომ უფრო იცოდიო მე ხა წადიო, მაგრამ მე შეასრულებინო. და მაშინ ასეთმა მომიყვანა და ეხა ესე ელექტრო დამხდა და ელექტრო ანუ რო გავიარე ნახე რომ მანქანა იდგა რა და სულ განახოლმე ისინი ცერად გაჩერებულები. და რო წავედი და რო დაიძრა რომ ნახე ნუ მივხვდი რომ ორი მანქანა მივდიოდით ეხა და მეთქი აი მედია მე არ მომყვება თქო იმიტომ რომ დროის კარგი არ მდოდა, მაგრამ არა იმ მანქანა და ჩემ მანქანა შუაში ჩადგა და როგორც კი ჩადგება ეგ ესევე უკვე ვსიო უკვე იასნა რომ უკვე რასი ერთადერთხელ იყო მოკლედ რომ ჩამიდგა მიიარეთ კაი ხანი და ადგა და გააგზელა ანუ მაგდროს ტახოს ამოწმენ ხოლმე იქიდან და წავიდა რა ან ტახოს ან ჩვენ ძველი გადახდის ბოქსები გვაქვს ეს გერმანიისა და გერმანიაში იარა ერთი წავიდა საერთოდ ერთმა მაგ გამაჩერა მარტო ამაზე ეს არ გიმუშავებს რაღაცა ის იყო კონტაქტი ქონდა დაკარგული ეთყობა და რო გადაამოწვა მე მეთქი რავი მუშაობს როგორ არ მუშაობს და რო გავხედე მართლა წითლად ანთებდა მწვანეთ არ ანთებდა რა ეს მწვანეთ უნდა ანთებდეს სამფერია ძველია ეს თქვენ მანქანებს საერთოდ არა თქვენ ერთი ბოქსი გაქვთ მარტო ის გადაიხდის რა და რაღაცა მოუკაკუნე და შეამოწმა იქიდან მანქანა მოიცა ეხა ამუშავდაო და მეთქი მუშაობს რა ვიცი ეთყობა იმ მომენტში მართლა დაკარგული ქონდა კონტაქტი და გაკრას პოლიცია რო ჩამიდგა მაშინ არ ქონდა კონტაქტი და ეგონა რომ არ ქონდა ჩართული არ ეხტიდა ადგა და წავიდა რა მე ამოვიღე მე თვითონ და უკან ის ხამუტით კარგად მივაპრესე ეს კონტაქტები რომ კარგად რო იყოს ერთმანეთზე ნუ რაღაც ცოტა სლაბად იყო რა და მე მისმე კი რო უყურებ და სუანთია მწვანეთ მაგრამ მოკლედ ჩარშან გამაჩერეს ლურჯი მანქანა მყავდა მაშინაც საბურავზე იყო რაღაც პრობლემა ეხლა კიდე ამაზე და უკვე რამდენი ხანია 12 საათ ნახევარი აღდგა ნახევარი დღე დავკარგე წარმოიდგინეთ აი ნახევარი დღე დაიკარგა მოკლედ რას ვერაფერს ორი სორხრახლიანი საინტერესო სამხედრო ავიაცია დაფრნავს მთელს ევროპაში და ინგლისსაც კაი რაღაცები ყავს რო აკვირდები რა. აგერ კიდე მოვიდა ერთი მანქანა მიყვანა და ამასობაში გახდა 16 საათი და 38 წუთი რას ვდგება მოკლედ დაგვათენდა არის აქ რა ეხა გათენდა უკვე ღამე მოვედით აქ მაგრამ დაგვათენდა ხო და მე კი მომშვიდა ამასობაში ჩვენ შევდარჩეს ფში ამაგრად მე აჰა მომეყენოს გვერდზე ათვალიერებენ ეხა ამის მანქანას პაკრიშებს რაღაცებს ამას დღეს სავარაუდოდ ალბათ აღარც ვიცი ეთყობა ჩვენ მანქანას გამოაყოლეს პაკრიშკა ვერ ვხვდები რა აღარც რეკამა მეგობრებო სიმართლესაც უკვე აზრი აღარ აქვს ბარემ პირიქით ერთი 5-6 საათი კიდე რო ვიდგე მატყობს კემაინც 20 საათიანი პაუზა გავატო და კვირა მაინც გადამეტვირთება წესერად იმიტომ რომ ეს დღე ახლა აქ რო დავკარგე და ახლა რო დავიზრა ახლა ჩახასულა დამაკლდება რა და მე გამაწვავს ამიტომ თუ არც მოვლენ და იყვნენ აგერ დავამონტაჟე რაღაცები და ვამოწმებ ხა და ავტორთავ ამასაც რა საბურავის პრობლემა პრინციპში ეს პრობლემაა ხა ეს პრობლემა საბურავი ჩემი აზრით ბევრ რეისს ვერ გააკეთებს და აქაც არის კიდე რაღაცა პრობლემა მაჩვენეს აი აქ ესე შემომიხაზეს რა ისედაც რა ასგავს ეს საბურავი ეს კაია ეს ნორმალურია ეს გამართლა არ ვარგავ
ესენი ახლები მიყენია წინ რამდენიმე თვე არას დააყენეს და ესენი კიდე ეხლა რო წამოვიდი იმ რეისზე დამიყენეს. ესენი საკაიფო პაკრიშკებია, თუ არა და იქით ორი დამეშვა და არ ვარგოდა ესენიც უკვე გაცოცხლები იყო და იქით ორიც ისე იყო რა და ეხლა 4 ერთნაირები დამიყენეს, აგერ ჩვენი პაკრიშკებია კი აქ რაღაცა, მაგრამ ეს კაი პაკრიშკებია რა იდებში რა. მოგედა 22 საათი და 36 წუთია ვდგავარ. და ყურდღლები ჩემთან არიან. ეს წაიყვანეს სადაც? ეს სავარაუდოდ წაიყვანეს ახლა პარკინგზე. ახლა მანქანა მოყვება. ახლა მანქანა მოყვება, ესე იგი პარკინგზე წაიყვანეს და ყურდღლები აქ არიან. რატო? აქ იყო. იქ არიან ბუჩქებში, იქ არიან ბუჩქებში. მაიმუნები ორი ცალი დარბის. გამოძლებიან კიდე. ეგ რა კიდე მესამე, თუ ჩანს, აბა. ჩანს აგერე, ყურები მომოწკით, აგერე, ეგ. ბევრი არის. დარბიან თელ დღეს. აგერ გამოვიდა, კიდე ეს გამოძრო აგერე. ედათ. აწოვიდა. მეორე გამოძროდნენ. ესენი პატარები არიან, გამოცნცულა ერთი. პატარები არიან. ის დიდია იქით. როგორ ისე არიან ხო, როგორ გავს? თითქოს ყავისფერია და მიწა ყავისფერია და ბალახი მწვანეა, მაგრამ საერთოდ ძალიან ძნელია გარჩევა რა. ძალიან ძნელია მათი გარჩევა, თუ კარგად, თუ არ მოძრაობენ, ისე ვერც გაარჩევ რა. ესენი აქ ტენიან მანქანებში გრებ. და აღამდა დღევანდელი დღეს ამისა დავატრი ჩემი პაკრიშკა კიდე სადაა, ტყვა მოცურავს ახლა სადმე ოკეანეში. 22 საათი და საათ ნახევარში გამივა 29 საათიანი პაუზა. ах, ბიჭო. თამაშობენ. ეს მოვაში იქ მოხი. ამათვის ახლა გათენდა რა. დილა მოგლეთ მოვიდა კიდე ერთი მანქანა. აგერ ამასა მოშტკასავიდა. ეხა უკვე მომბეზდა მეცად გომა, რადგან 39 წუთია 39 საათი და 40 საათია ვდგევარ თითქმის. ჯიძეს. 5 საათში გამიხდება 45. ამაზე დავატირე. ჩვენი მანქანა ახლა მივიდა მიდის გემთან უფრო სწორედ და 1-4-5 საათი მან დაჭირდება, მე 1.5 საათი 45-ს დავამთავრებ. უპრობლემო 5 საათში მანქანა ვერ მოვა. მე კიდე ამ საბურავს რო გამოვსვლა. მაგარ პონჩი ვარ მოგლეთ. მაგრამ ნუ მაგას არ დავფიქრობ, იმიტომ რომ ჩემ პროცესზე არ შეიძლება ახლა აქ რო 2 დღე გამიცდა. და ეს რეისი არ გამომივიდა. დარწმუნებული ვარ, მაგი არ შეიძლება მაგას. მაგაზე არ იქნება სალაპარაკო, იმიტომ ეხლა რეალურად თავის ბრალით არის ეს ყველაფერი რა. ყოფილა შემთხვევა რაღაცა ჩემი ბრალი და მაინც იმას უქნიან. მაშინაც არ ქონია პრობლემა, არც ახლა არ იქნება პრობლემა, ამიტომ ეს კი ტვინის ჭამა მეგობრებო, დგეხარ, მაგრამ სამაგიეროდ პატარა კომპანია სხვა პლუსები აქვს რა. თუ კარგად მუშაობ რა თქმა უნდა. თუ არ მუშაობ, მაგი არ ითვლება. ეხლა თქვენ კომპანიაში რომ მუშაობდეთ, საერთოდ რაში მაინტერესებს აგერ მშვიდად ვარ, დაცულად ვარ.
აგერ მინდებს ლეპტოპი დავამონტაჟე რაღაცა ვიდეოები. MacBook-ში დღიურზე მაწყობდა ხა ეს. რეისი არ მაწყობდა პირდაპირ გაგებთ, მაგრამ დარწმუნებულად მინუსში მაინც არ გამეყვანს ჩემი ჯიგარი უფროსი. კაი ტიპია. ასეთ ადამიანს რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დაჭირდეს. მეც ხარში დაუდგები, ხო ხა მე ხარში უნდა დაუდგე მაგას, მაგრამ აი იგივე საბურავის გამოსვლა რო არის. რაღაცა იქ ტვირთია რაღაცა გასათვალისწინებელი ან რაღაცა ამის ასვლელი. ნუ რაღაცებს ჩვენ თვითვალისწინებთ ხოლმე მძღოლები რა. რაც შეგვიძლია ხა, რაც არ შეგვიძლია, ამას ვერ ჩვენ ვაკეთებთ, ვერც ვერ გააკეთებს. მაგრამ ნუ ესეა რა რასო რა. კი მოსაწყენია, მაგრამ არა უშავს. ნახოთ. ეს კაცი იმაში ვარ აქვია. და ხოში იქება ნერვიულობს ეთყობა, ახრო შემოდიხარ ყველა ვარენჩი ნერვიულობს, იმიტომ ყველას რაღაცა დარღვევა მაინც აქვს. სადღაც რაღაცა 52 თვე ხა პატარა ხო არ არის არა. სადღაც რაღაცა დარღვევა გექნება, მაგრამ არც არის ძახიან რა. იღა მე რამდენიმე სიგარეტს გაჭარბება ვიცი რომ აქვს. და პარკინგზეც გადამიწდა ერთხელ როგორც მახსოვს 2 წუთი. რაღაც დარღვევები მექნება ეხა მე 1-2, მაგრამ არაფერი არ ვთქვია საერთოდ. ვერ გეტყვით რა მოგეთ რა. რა პრინციპი ჩვენია ვერ გეტყვით. კიდე ერთი მოვიდა. მორიგი მსხვერპლი. მოდი. მამასთან. მოიცა. მანგა გადაღება არ შეიძლება ეხლა მაგრამ გერი ლაპარაკი ვარ რაღაც. შეიძლება გადაღება ეს შეიძლება იდეაში, მაგრამ არა ამ სახეები არ უნდა ჩანდეს და რაღაცები არ უნდა იკითხებოდეს წესით რა. ამიტომ კარგით მოკლედ. ამიტომ. ნუ ეგრე არა მოვა ეხლა 1-2 საათში დავიწყებთ ნენა საბურავის მოხსნას და რაღაცას რა ვიცი. დასმენა უნდა გავხსნა ჩაქუჩებზე დავაყენო ჩემი და 45 საათი მაინც შემისულდეს ბარემ პაუზაში მაინც დამეთვალოს რომ მე 7 თვია რომ 39 44 წუთი აკლია 40 საათს. ეგრეა. ასიზო. Well, you're a braver man than me. Get him out of here. Tell him his is a butt I would dearly love to kick. იგი ამასობაში მოხსენი ეს ფაქტორი გადაველოდი. აი ამის გამო იყო რომ დამიწუნეს და დასაწუნებელი არის. ეხლა და კიდე ეს არისო მეორე. ამერიკა სპორტში მივიდაო შენი კოლეგაო და მოვაქო ფაქტორი და 1-3 საათში მოვა და მოხსენი წინასწარავით. და ასევე არც საბურავი არ მოეწონათ და პრინციპში მართლები არიან. არ შეიძლება რა ეს ამის. კი ეხა ეს ზოლიზრალი არა გადაუარა ეთყობა რაღაც, მაგრამ ეგეთი რამეების გამო არ შეიძლება რა საბურავები. თუში ინგლისელები ურთხილდებიან და ქუჩას დიდად მოფრთხილებული ქუჩა არა, მაინც დახეთქილი პაკრიშკები და მკვდარი ცხოველები გდია ყველგან, მაგრამ ეთყობა ესეც რო არ იყოს უფრო მეტი იქნებოდა, ვერ გეტყვით რა. ეგრე ჩემ საბურავსაც კი აქ აგერ სულ ახალი საბურავია და ეს მალევე დაემართა და რატო დაემართა აზზე არა ვარდო. ეს არ ვნახიათ ეთყობა. ეს ძალიან სქელია, საკმაოდ სქელია. ამას დაჟე რო ვწდება, მე რეთქებიან და კბილებს ჭრიან ხოლმე ვიღაცეები, სადღაც რა ვიდეოებში მინახე. აქაც გამიგია რომ შვებიან ეგრეთ რაღაც ძალიან ბანძი ფირმები. ჩვენები ეხლა მაგას არ შვებიან, მაგრამ ამას კი შვებიან კი ბატონო. თქვენ და როგორც გეუბნებით იქ სულ ახალი საბურავები. იგოდნაო რაზვალზე იყო, რაღაცა ეს პატარა ეხლაზე იყო ცერად ნაცვლის და მაგის გამო საბურავი გამომწალეს და. ასე რომ ეგრე. იმას მოუხსნეს ბლოკი ეხა წავა და ამ ჩემზე გვერდზე რო დგას ევროვინეტ არ უყიდიაო ფირმასო დავიწყდავ ეთყობავ და 300 ფუნტი ჯარიმა. 80 ფუნტი ამ ტროსის გაკეთებას, უბრალოდ ტროსის გაკეთება უფასოა, მაგრამ მოხსნა ღირს 80 ფუნტი. 43 საათი და 17 წუთი. გამოიარეთ ხოლმე. მე სუაკა ვარ. დღეცა და ღამეცა დასვენების დღე მე არა მაქვს. ჩემთვის კვირა აღარ არის, ყოველი დღე შაბათია. მაგარია ძალიან. Never was it
მოიტანეს საბურავი, მაგრამ მე მგონი ჩვენი მანქანა შემოიყვანეს კონტროლზე მეორე ზედავატი. ნახოთ. მე მგონი მანქანას ყავთ კონტროლზე. ჩვენი მანქანას კონტროლზე მოიყვანეს. Oh my God. და მე დავჭა აქ. ნახევარი გაკეთებული მაქვს ხა, ერთი გადაჭერა და მეორე გადაჭერა უნდა გადაუჭიროთ. დავისვენო ცოტა. სპაჭუნები არ მეხმარებიან, ეს მაიმუნები ეს. დაახტუნავენ აქ თამაშობენ მეც არ ვსარეკეთ. საწავიდნენ. აი არის. ეს მაიმუნები ეს. არ ხარჯ. ანდროს გამოდიან ხო? საჭმელას. თელია დარბოდნენ დღეს იქით აქით. ეხლა საჭმელზე გამოვით. ხარ გინდათ ყავა ჯიგრება. უნდა დავლი ხო. გამოვიდა ჩვენი. ახოს რა სიტყვია. არ გავიდა, არა გვერდზე ამიყენე მე ხა შეამოწმენ ამას. ეხა იქ თუ დატოვეს. ამათაც ზაპასკაზე ქონდა რაღაც პრობლემა რა. საჭირო არისო ზაპასკა ოქოვითო და გამოცვალეთო. და წინ ლაბაოიზე რო ქონათ ფარდები, ეს ფარდების რაღაცები რო ევასებათ, ის მოახსნევინეს. თორე 50 ფუნტია მაგაზე ჯარი მოვიჭირა და всё წავლენ ხა. წავიდნენ ისინიც. შა. გამოვაცლი ხამ დანკრას რომელიც გაიჭედა და წავედი მეც. ყველაფერიც შევინახე. ეს ბაჭიები სხვები არიან ხა გერო დარფიან. კურთვიდა. თქვიდო. ესე იგი ყველანაირ პირობებში მაქვს ახლა უკვე მართლა პაკრიშა გავს. პოლიციის შენობაშიც კი გამომისვლია პაკრიშა. პოლიციის შენობაშიც კი გამომისვლია პაკრიშა და ყველაზე უსაფრთხო პარკინგზე ვიდექი მეგობრებო 45 საათი სულ ასე კარგ აღებულს მეცინდა. ხჩები. რა მაცინებს, მაგრამ რა სიზავ მეგობრებო, თვითონ მომფრნავს იგი. რა სიზავთ. იუმორით მეგობრებო, იუმორით შევხედოთ ყველაფერს და ყველაფერი კარგად იქნება. კაი, ხა მე ნახოთ რამდენი საათი ავდგება. 47 და 48 საათი. ზუსტად 2 დღეა მეგობრებო, სანამ ეხა მე რაღაცა გამოვიცვლი იქ იმ ბლოკს მოახსნევინე 7 წუთს არ ყოფა და დღეს ვნავთ რა დამტოვეთ მეთქი ვაფშე. თუ მეტყვიან რატო ძალიან მომეწონა მეთქი აკავრობა თქო უნდა უთხრა ანუ დაარჩები ბარემ და ერთ 5-6 საათი დილი დავიწყო ქემანის პირდაპირ საწავიდე ხამ საღამოსად გავჩერე და მე კიდე პაუზა უნდა ვაკეთო. თუ დამტოვეს რავი აბა ვნახოთ. სულ გადავრევ ახლა ამას და უბრალოდ 23:00 ინგლისის დროით კიდე რაღაცა ვიღაცა შემოიყვანეს. ჩვენები გამოძვნენ, მოკლედ ჩვენები ფარდა მოახსნევინეს წინ და ზაპასკაზე რაღაც სუდი ზაპასკა გაქორა და მეც მომხსნეს მოკლედ პაკრიშკის ბლოკის პაკრიშკას გამოცვალე და მეთქი ძალიან მომწონს აკავრობა და დამტოვეთ მეთქი ვაფშე მუშაობა დამაწყებინეთ მეთქი. შეფი მოვადი და ელაპარაკო. 48 საათი და 36 წუთია მეგობრებო გეღარ და მოკლედ უთხარი მეთქი ბარემ დავრჩები რა მე საწავიდე ხა მაგრამ
მეთქი სადვიარო ხა საღამოს მეთქი და აი დარჩივა რა პრობლემა უნდა დაახლოებით დილის 5 საათზე დავიწყებ რა და კაკრას 314 კილომეტრი მაქვს. 5 საათზე რო დავიძრა კი ჩავალ რაღაც 9-ისკენ რა. ეგ არის რა. მოდით კაი დასვენება გამომივიდა წელი მტკივა წოლისგან. ეს დავდიოდი აქ სადმე გიჟვით ყვარული აქ წეს ყველგან კამერებია რა და მოგეთ წელი მტკივა მაგრად რა წოლისგან ეს ორი დღეები ისე კაი რაღაცები კი მავსქენი მოვილია ბევრი რაღაცა რა ასე რომ ეგ არის მეგობრებო ეგ ეს თქვენი ყველაზე უსაფრთხო პარკინგი ინგლისში 2 დღეზე მეტი პოლიციის შენობაში პაკშის გამოცვლა. კარგი თამა გამშვიდობის ხალხო. მე ცოტა ხანი კურდღლებს უყურებ კიდე არ მეძინება ეხა ეს მაბიჯმა მომწერა კიდე და მაგას პასუხობ რა და ცოტა ხანში დავიძინებ მე მაგრამ აღარც მეძინება 2 დღე ამ ძინავს აღარ შემიძლია ჩემ. კარგით მოკლედ ეგრეა. გამშვიდობის აბა თქვენით. მშვიდობიანი ღამე ყველას. მოკლედ მეგობრებო, დაგვათენდა 54 საათი და 21 წუთი არას ვდგივართ. და ეხა დავამზადებ ცოტა ხანში და დავიწყებ. მოკლედ 54 საათი და 35 წუთი არას ვდგივარ და ვხსნი ეხა სმენას რა. так მოკლედ 7 წუთი ავდგევარ. იმაზე და წავედით ამაკიდან მომენატრებით ჯიგრებო, მაგრამ არ ძალიან. მოკლედ ეგრე მეგობრებო. 3 დღიანი ტურის გავამთავრე. ვითამაშე მოკლედ ეს 3 დღე 80 ფუტი გიდამიჯდა, მაგრამ მე რა ფირმას დავუჯდა, მაგრამ ეგეთ რამები ხდება ხოლმე, რასიზა. ნიშ ყველაზე ერთად მე გამოვედი 3 დღე ვიდექი და 80 ფუტი გადავიხადეთ და აქ სასტავი მოდიოდა მეგობრებო ევროვინეტკან გზის ფული რო არ ქონა გადახდილი აქ დავიწყო 300 ფუტი დააჯარიმეს ვიღაცა 3000 ფუტი დააჯარიმეს და მოკლედ საკმაოდ ფასებს ურახულობენ ეხა ამ დილსაც შემოიყვანეს ერთი მანქანა ხო საკმაოდ კაი ჯარიმები აქვს რა მოკლედ ეგრე მეგობრებო დაიწყო ჩემი ახალი დღე რომელ დღეს უნდა დასწრებულიყო წესით უკვე აი აქ უკან გზაზე უნდა ვიდგე კაკ მინიმუმ თუ უკვე საფრანგეთში რაღაც საფრანგეთში უნდა ვიყო აქ ეხა ან ბელგიაში ან ჰოლანდიაში და ეხა ინგლისში ეხა ვიწყებ აქ გენიდან აქვე ვარ გენთან სოფია აი მოკლედ წავედი ეგა აბა თქვენში
secret